ქვეყანაში კვლავ მწვავედ განიხილება ბრიუსელიდან გაჟღერებული მოთხოვნები და ვიზა ლიბერალიზაციის შესაძლო შეჩერების საკითხი. ხელისუფლების ოპონენტები მიიჩნევენ, რომ უნდა გადაიდგას კონკრეტული და რეალური ნაბიჯები იმისთვის, რომ ეს საფრთხე აიცილონ. მართლ გუნდში კი ბრიუსელიდან გაჟღერებულ მოთხოვნებს მუქარას და დასჯის მცდელობას უწოდებენ. შეგახსენებთ, რომ ბრიუსელიდან გავრცელებული განცხადების მიხედვით 8 რეკომენდაციის შესასრულებლად საქართველოს ხელისუფლებას დრო აქვს აგვისტოს ბოლომდე. მოთხოვნებს შორის არის კონკრეტული კანონების გაუქმება, დაკავებულთა გათავისუფლება და ხელისუფლებისა და საზოგადოების ღია დიალოგი. მათი შესრულება უვიზო რეჟიმის შენარჩუნების წინაპირობად სახელდება. ქართულმა ოცნებამ რამდენიმე დღის წინ პოლიცსაბჭოს ვრცელი განცხადებით უპასუხა და ასევე აღნიშნა, რომ მეორე ფრონტის გახსნის საკითხზე ზეწოლა ისევ გრძელდება. თუ ვინმე საფორმის დაგრევა უნდა არის რუსეთი და რუსეთის მოკავშირე ძალები და თუ ვინმე ამისგან ოდესმე გვიცავდა არის დასავლეთი. დასავლეთის ქმედებებში რაც ჩანს არის ის რომ ისინი დიქტატურასთან არ თანამშრომლობენ, არ ეგუებიან, იმიტომ რომ დიქტატურა არის მიუღებელი სამართლებრივი კუთხით, მორალური კუთხით, პოლიტიკური კუთხით დასავლური სამყაროს. თუ ევროპასთან ურთიერთობა არ გინდა, თუ ევროპაში არ ხარ, მაშინ ყველა სიკეთეზე უარი გეთქმება. ეხლა იმიტომ გქონდა ეს სიკეთეები, რომ ევროპის ნაწილად დაგვიქვამდნენ და თუ არ ვიქნებით ევროპის ნაწილი, აღარ გვექნება ეს სიკეთეები. რადგანაც კობახიძემ გადაწყვიტა, რომ არა თავისი ეკონომიკური წევრები დასანქცირდეს, არამედ დასანქცირდეს ქართული ხალხი, რომ ოცნება თვლის, რომ თუნდაც ქართული ხალხი არის ღირსი საქართველოში სანქციების, ამის შემდეგ ახდა მხოლოდ ვიზა ლიბერალიზაციის საკითხი დღის წესრიგში. ამ რეკომენდაციებს ოცნება რა თქმა უნდა არ გაითვალისწინებს. ეს ჩანდა პირველივე წამებიდან, როცა ოცნებას საერთოდ სურვილიც კი არ გამოუთქვია, რომ ამ რეკომენდაციების გათვალისწინება კი არა, დიალოგი გაიხსნა უბრალოდ და ესაუბრა ხალხთან, ესაუბრა ევროკავშირთან, რომ ყველას კი არა, რაღაცებს მაინც შევასრულებთ. რა პირველივე წამიდან ჩანდა, რომ თვითონ ოცნებას დღეს მოცემულობით თუმე პირიქით სურს, რომ ვიზა ლიბერალიზაციას ქართულ ხალხს გააუქმონ. ევრობიუროკრატიამ ძალიან კარგად იცის, რომ ოჯახურ ღირებულებებზე იქნება თუ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის თვის მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ცვლილებების უკან წამღები ქართული ოცნების გუნდა და ქართული ხალხი არ არის. მიუხედავად ამის ამ ყველაფერს წერენ და გვაშანტაჟებენ, იმიტომ რომ ერთი მიზანი აქვთ, მოდის არჩევნები და აქვს სურვილი, რომ როგორმე მუხტი აიწიოს და ისევ აშანტაჟებენ ქართულ ხალხს, რომ იქნებ როგორმე შეცვალოს ხელისუფლება და მოიყვანონ ნაცელი ხელისუფლება. ეს დედლაინის სპეციალურად არის შემოგდებული, რომ არჩევნების წინ ფონი შექმნან, იქნებ რაღაცა დესტაბილიზაცია მოაწყონ მანამდე საქართველოში. საქართველო არის ლიდერი ქვეყანა ყველა კანდიდატ ქვეყანას შორის, მოწინავე ქვეყანა, მათ შორის ადამიანის უფლებების საკითხში, მათ შორის ეკონომიკური განვითარების საკითხში და არანაირი შემოფერხებელი იმისა, რომ საქართველოს ამის გამო ვიზა ლიბერალიზაცია შეუჩერონ, არ არსებობს. და თუ პოლიტიკური შანტაჟის გამო ეს ქვეყნები გადაწყვეტენ იმავე ნაბიჯის გადადგმას, ეს ძალიან იმედის გამაცრუებელი იქნება მთლიანად საქართველოს მოსახლეობაში. მე მჯერა, რომ ეს ასე არ მოხდება.